ველოსიპედი მომეცა ბედნიერება. ბედნიერება კი სწორედ მაშინ არის რეალური, როცა მისი გაზიარება შეგიძლია. დღეს კი სწორედ ამას ვაპირებ. ამის გაკეთება მაშინებს, მეშინია ხალხის რეაქციის, მაშინებს ბავშვების ემოცია და პროცესი. თუმცა როცა რაღაც გულით გინდა, ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. ყოჩავა! რადგან ბავშვობაში ესეთი გავნა მოახდინა ჩემზე ველოსიპედმა, ვიფიქრე, რომ ეს იყო ძალიან კარგი შანსი გამეზრებინა სხვა ბავშვებისთვის ის, რასაც მე ვგრძნობდი. ეხლა უნდა შევარჩიოთ 9 წლის ბავშვისთვის ველოსიპედი, რომელიც არის 1.20 მ მიახლოებით და 1.20-ისთვის ესეთი შესაბამისი ველოსიპედი მჭირდება ბევრი ვარიანტებიდან. ეს შევარჩიე, რომელიც საკმაოდ კარგი ბრენდიცა, ან ბავშვებს ძალიან უყვართ სიჩქარიანი ველოსიპედები და სიჩქარეებიანი ველოსიპედია. ამას შედარებით უფრო კარგად განვაახლებთ. ჩვენი მისიის შესასრულებლად გახარებულები გავეშურეთ ჰიპოსკენ. სადაც უკვე მეორე ველოსიპედი გველოდებოდა. სახელოსნოში ვართ. ერთი ველოსიპედი მოვიყვანეთ სახელოსნოში. მეორე უფრო ადრე შევიძინეთ და ეხლა უკვე დადგა დრო, რომ განვაახლოთ და ხვალ უკვე ჩავუყანოთ თიანეთში ბავშვებს ველოსიპედები. გიორგი, მომეცე შენ კამერა მიბრძანდით. გიორგი შეაკეთებს ველოსიპედებს და განახლებს. ეკლები თუ შეერჯობა სპეციალურად ჩავასხათ, რომელიც ამოავსებს ამ ნახროტებს. იმ ველოსიპედს ვარდისფერს უჭირს სიჩქარეები, ამ ველოსიპედს დისკის პრობლემა აქვს. ვარდისფერს ასევე დისკის პრობლემა აქვს. მოკლედ, მივყვები და უცბად გავაკეთეთ, არა? კი. მეორადი ველოსიპედის შეძენას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. რადგან თიანეთში სამი ბავშვი ველოდებოდა, მინდოდა არა ერთი, არამედ ორი ველოსიპედი მაინც მეშუქებინა მათთვის. ჩვენ ველოსიპედები გავმართეთ. გავმართეთ სიჩქარეები, მოხრუჭები, დისკები, კამერაში ჩავისხეთ სითხეები, რათა თავისუფლად იარონ მთებსა და გზებზე, პრობლემების გარეშე. ველოსიპედები უკვე მზად არის, დღეს უკვე მივდივართ თიანეთში და გარდა იმისა, რომ ბავშვებისთვის მიგვაქვს ველოსიპედები, ძალიან მნიშვნელოვანი აღჭურვილობა. აღჭურვილობისთვის და უსაფრთხოებისთვის პირველი რაც ძალიან გვჭირდება, არის ჩაფუტები. ეს ჩაფუტები მაქვს ბავშვებისთვის. მიგვაქვს ტუმბო, ყოველი შემთხვევისთვის მიგვაქვს ესეთი კამერები, ჯაჭვიზეთი, მულტიტული. თან ძალიან გაერთობიან ამ მულტიტულით, რაღაცებს გადაუჭერენ, მოუშვებენ, რაღაცებს ისწავლიან. ბავშვებს უყვართ ზარი. ეს არის ის აღჭურვილობა, რაც სჭირდება ამჯერად ბავშვებს. ამის შემდეგ უკვე ველოსიპედთან ერთად ძალიან კარგად ივლიან თიანეთში და აი ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ძალიან კარგი შეგრძნება ზოგადად, როცა უზიარებ იმას, რაც შენ გიყვარს სხვა ადამიანებს. კაი, წავედით ახლა დროა. შევხვდით გიორგის და გავუდგეთ გზას. ჩვენ უკვე თიანეთის გზას დავადგეთ. მე გიორგი და გიორგი ჩემო გვერდსდა, რომელიც მთიელი წიგნების წევრია. რომ მეც ამ კაი ამბავში მოხდი, ძალიან კაი საქმეზე რომ მივდივართ, თან იმ ოჯახთან, რომელთანაც ძალიან მინდა და კიდევ დაბრუნებულიყავი. პირიქით რა, ძალიან დიდი მადლობა შენ, იმიტომ რომ შენ მანახე ეს ბავშვები და ძალიან კარგ საქმეს აკეთებ და ავით უდიდეს წარმატებას გისურვებ და ერთხელ აუცილებლად წამვალ თქვენთან ერთად გადავცეთ წიგნები მაღალ მთიან სოფლებს, ხო? იმისთვის რომ მეპოვნა ბავშვები, ვისაც ამ ბედნიერებას გავუზიარებდი, მიმართე მთიელ წიგნებს, რომლებიც მთაში მცხოვრებ ბავშვებს ეხმარებიან და ზუსტად იცოდნენ ისეთი ბავშვები, ვისაც სურდათ ველოსიპედი. გზა ამაღლებელი იყო. მასთან შეხვედრამდე კი ცოტა დრო იყო დარჩენილი. ჩვენ გზად საუბრობდით თუ ზოგადად რამდენი საჭიროებები აქვთ სოფლად მცხოვრებ ბავშვებს. განსაკუთრებით კი მაღალმთიან რეგიონებში, როგორც განათლების მხრივ, ისე საცხოვრებელი პირობებით. თიანეთს მივახციეთ. ბავშვების დანახვის დროს ჩემმა ემოციებმა ძალიან იმადა და სულ გადამავიზდა ვიდეოსთვის მომზადება. გიორგიმ ბავშვებს წიგნები გადასცა და ეხლა უკვე დრო იყო ჩვენ გადაგვეცა ველოსიპედები. ეხლა შეხვდები ბავშვებს. პროსტო მეხერხლება და ჯერ არის როგორ გადავცე. ყველაზე უცნაური მომენტი ეგ არის. აი, ეს წიგნები თუ კიდე იქეთ ხარ ეს გადავთ ძალიან დიდოსული. ბავშვების სიმორცხოზე გრძნობდნენ, განსაკუთრებით კამერების წინ და ეს მეც გადმომედო. გამიჭირდა, თუმცა ვესადე ქმედებებში გადამეტანა ეს განცდა და ისინიც აქტიურად ჩავერთო. ვა, რა მაგარია, წავა მაშინ. გადმოვიღოთ. ასე დროს გამახატვა რთულია, მაგრამ მათვალებში ვხედავდი იმ სიხარულს, რისი გადაცემას მინდოდა. ნელ-ნელა მათი სახე ფიქრით იცვლებოდა. თითქოს უკვე ხვდებოდნენ, რაც ხდებოდა. ამაზე ორივე უნდა გაინაწილოთ როგორღაც არის და ამის კამს ესე აწევთ, ჩაწევთ. რაც გჭირდებათ ველოსიპედისთვის არის უსაფრთხოება. ეს არის ჩაფხუტები. მოდი ახლა ვნახოთ. უკანა კაცეთი მომჭერეს დაატრიალებ. კარგად იქნება, მე შეიკრა ამას ქვემოთ. აი, ქვემოთ შეგიკრა. ეს მოხსნათ მე ეს.
მაგრამ მე შენთვისაც მაგ ჩაფხოდი. ახლა გვირთვალები აქ გიყურებს. აბა. საყვარელი ხარ. დაბერავთ თუ დაიშვა, მაგრამ ეხლა 4-ვეში არის სითხე ჩასმული რა, მე თუ შეერჭო ეხლა აქ ეკლები და რაღაცები რა არის, ექსტრა გამოვა და დაწევდება რა, ველოსიპედს ჭირდება ხოლმე დაზეთვა, როჟანგდება ხო იცი? ახლა ნენელა მოდის წვეთები და შენ ატრიალებ და ზეთა მოუჭირე სუოდი. აი, კარგია, გადმოვიდა ცოტას. აი, ეს დასაწებებლად და შეგიძლია შეგთან დააწევო. თუ გასკდა რაღაც ეგეთ დაემართა გამოცვლით, ნახე? თან რო გაივლი, ძაღლი თუ იქნება ან ძროხა, აპა, ხელს აწყო. არ ვიცი, იმ მომენტებში რას განიცდიან. შეიძლება ემოციების გაზიარების მორიდებას, შეიძლება სწრაფვას, რომ მარტო სცადონ ველოსიპედით სიარული და შეიგრძნონ. დასახარელი. ის კი ვიცი, რასაც გრძნობდი მე, ხელვას, ბედნიერებას და იმას, რომ შეუცვლელი შეგრძნება სხვას გავიზარო ის, რაც შენთვის მნიშვნელოვანია. დააჭირე ხოლმე და მოვუჭირე. მიდის მერე. მოდი რაღაცა გასწავლა, მოდი. ამ დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა თუ რამდენად მცირეა საჭირო რომ ბედნიერება გასცე და მიიღო. აუცილებელი არა ამას პირდაპირ ხედავდე. თავარი რომ გრძნობ. სამყაროს შეცვალა ძალიან რთულია. თუმცა შეცვალო სამყარო რამდენიმე ადამიანისთვის შედარებით მარტივია.